რეჟიმი გწამლავს საპროტესტო მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე. აქციის მონაწილეები საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. გითხარით, რით მოგწამლეთ აცხადებენ მოქალაქეები BBC-ს საგამოძიებო ფილმის შემდეგ. ისინი სუს არ ენდობიან, რომელმაც დღეს გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა და აქციებზე მომწამლელი ქიმიური ნივთიერების კამიტის გამოყენება გამორიცხა. სუსის 5 დღიანი გამოძიებით კობახიძე კმაყოფილია და აცხადებს, რომ BBC-ს რეპორტაჟი გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი. ის ამ ყველაფერს უცხოური სპეცსამსახურების მიერ წინასწარ დაგეგმილ კამპანიად აფასებს. აქციების მონაწილეებს კი ისევ მოძალადებად და აგენტებად მოიხსენიებს. დაისჯება ყველა, ვინც უცხოეთის ორგანიზაციებს მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდა, აცხადებს კობახიძე. ჩვენი დიდი პროტესტის შემდეგ ამერიკაში დუეტი ჯორჯიას კონცერტი გაუქმებულია. ინფორმაციას ქართველი ემიგრანტი ავრცელებს და წერს, რომ ის, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დუმს და არც ის აინტერესებს, რომ ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვეს, ემიგრანტების წყალობით ფულს ვერ გააკეთებს. სადაც გინდათ, იქ მოიწყოთ თქვენი ახალი წელი და ვოიაჟები, მაგრამ ფულს ვერ იშოვით ჩვენთან თქვენი ტაშფანდულით, წერს ემიგრანტი. უკრაინამ რუსეთის კიდევ ერთი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი და საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურა. ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბუკის ტიპის კომპლექსს დაარტყეს. ოკუპანტების ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა დაიწვა.